ეხლა ვიმყოფებით ბაკურიანის ტყეში, ამოვედით ზევით მთაზე, სადაც ტყეში ადრე იყო, აქ ადრე ვარ ნამყოფი, ტყეში იყო გაკეთებული ასფალტის გზა და მიხელმოხეული გზები იყო ტყეში, საკმაოდ საინტერესო ადგილი იყო, მაგრამ ეხლა გადათხარეს ყველაფერი და როგორც ჩვენ გავიგეთ, მან დამზადებენ სათხილამურო ბილიქს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება ღმერთმა იცის როდის ბაკურიანში და აქ ამ ტყეში ვნახეთ აურაცხელი ოდენობის სოკო, ეხლა გაჩვენებთ, თქო არ ვიცი რა სოკოა. აი ესეთი სოკოებია აქა, ძალიან ბევრი. ეტყობა აქ სოკოს არავინ არა ჭამს. აუარებელი სოკო არის აქ. ასეთი მშვენიერი ტყეა. ბაკურიანის თავზე ზევით, ბაკურიანიდან ასასვლელია და აი კიდე ის რა სოკოა? არ ვიცი ეს რა სოკოა. არა ეს გაბჭებული. აი კიდე სოკო. თქო არ ვიცი, შეიძლება შხამიანი სოკოა და იმიტომ არავინ არ კრებს. არ გავს ბიჭო შხამიან სოკოს, თო? სად არის დაყრილი? აქ დაუკრეფია ვიღაცას და დაუკრე. ხო, ნუ ერთი სიტყვით ტყე არის, ძალიან ლამაზი. სასეირნოთ მშვენიერი ტყეა. ამ გზას რო გაუყვე, გადახვალ მზეთამზეში. ბაკურიანიდან. და თუ სულ ასეთი გზა არის, მოვდები 2 დღე. აი ადგილას კი ავდივარ ბაბუ და რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ეგ შეიძლება. ეხლა ვიმყოფებით ბაკურიანში, ბაკურიანის მთებში. ზოგადად ბაკურიანში ძალიან ბევრი ამოსახვევი არის მთაში. გზები მიდის, ტყეში შედის ძალიან ბევრი, რომელი სად მიდის და სად გამოვა, კაცი ვერ გაიგებს, არანაირი ნიშანი არ არის გზებზე, მაგრამ ძალიან საინტერესო გზებია და ერთ-ერთ გზას ამოვუყევით, ამოვედით გაშლილ მინდორზე, მთის წვერზე, ძალიან ლამაზი ადგილია, ეხლა გაჩვენებთ. ხო და მერე გეგმავთ კიდე ზევითაც ჩანს მთაზე ასასვლელი, ცოტა ძნელი ამოსასვლელი გზა არის, მაგრამ იქაც გვინდა რომ ავიდეთ და ვნახოთ რა ხდება. ყველა ასეთი გავალი გზა ძალიან მაინტერესებს ხოლმე, მე ყოველთვის ვცდილობ თუ არის მაგის ფიზიკური საშუალება, ავიდეთ, დავათვალიეროთ, სად მიდის ესა თუ ის გზა და ხანდახან წავაწყდებით ხოლმე ძალიან მაგარ საინტერესო ადგილებს, რომელიც არანაირ რუკაზე არ არის აღნიშნული. ასე რომ მოდით დავათვალიეროთ ერთად ეს ულამაზესი ადგილი ბაკურიანის მთის წვერზე. საკმაოდ ზევით ამოვედით. მინდორზე გავაჩერეთ მანქანა. აი ახლა გაჩვენებთ ქვევით. და ოდნავ ზევით ამოდის გზა, ძალიან საინტერესო გზა არის და მინდა ამ გზაზეც ამოვიდეთ. მაგარი წვიმა კი იყო 1.5 საათის წინ, მაგრამ ჩვეულებრივად ამოვალთ, ძალიან მაინტერესებს რა არის ამ გზას რო გავყვეთ ზევით და დავათვალიეროთ, იქაც ავიდეთ ვნახავთ, მაგრამ ჯერჯერობით გვინდა გავჩერდეთ ამ მინდორში და ერთ-ორ ჭიქას დავლეთ, მწვადებს შევწვავთ, სუფთა ჰაერია, აგარი ამინდია, ხო და მერე გავუყვებით ამ გზას ავალთ ზევით, მთაში. ნახეთ რა ლამაზი ადგილია. ფაქტიურად მთის წვერზე ვართ ამოსულები, მაგრამ ამ მიზევით აი ეს გზა ადის კიდევ ზევით მაღალ მთაზე და სიწყნარია. მოკლედ არაჩვეულებრივი ადგილია. დასასვენებლად. ეს გზა ცოტა ჩახრამულია წვიმისგან, წყლისგან, მაგრამ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვეულებრივად ავალთ ზევითაც.
აი ქვევით ჩანს ბაკურიანი, იქიდან ამოვედით მთის წვერზე. ხო და აქედან გზა ნახეთ ჩვენ ნიშნული და საფეხმავლო გზა არის და გადადის აქედან მზეთთან მზეში და წაღვერში. წაღვერამდე არის 6 კილომეტრი ფეხით. სასიარულო გზა არის და ბაკურიანამდე ფეხითაც არის დაახლოებით 2 კილომეტრი. წყალს ვავენ. აღარ მიხვიდი ახლოს. ეს გარეულიც ხო ის ცხენებიან, იც რა ვიცი აბა. უნაგირი არა დევთ ხედავ. მაგ ცხენზე ვერ დაჭდები უნაგირის გარეშე. ჩამოგაგდებს. რატო აქვს უნაგირი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. აი ჩემს ქვევით ეგერ ხედავთ ბაკურიანი არის და ბაკურიანიდან ამოსასვლელი არის გზა. ზევით მთის წვერზე ამოდის, სადაც გაკეთებულია ასეთი წყალსაცავი, რომელიც ემსახურება ზამთრის პერიოდში დაყენებულია სპეციალური დანადგარები, რომელიც თოვლის ნაკლებობის დროს ხელოვნურ თოვლს აფრქვევს და ეს დანადგარები ამ ადგილიდან, ამ წყლიდან მარაგდება, ამ ტბიდან მარაგდება წყლით, რათა ამ დანადგარებმა გააფრქვიონ თოვლი. ბაკურიანში მიდის მშენებლობები, აშენებენ სასტუმროებს ყოველ 15-ში. ემზადებიან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, აქ უნდა ჩატარდესო, გადათხრილია, გადმოთხრილია ყველაფერი. მაგრამ ჰაერი არის უმაღლესი, ძალიან კარგი ჰაერია. საღამოობით სიცივეა. დღის განმავლობაში არ აუშავს რა სითბო, მაგრამ დილით და საღამოთი საკმაოდ ცივა. დღეს არის 9 სექტემბერი და თბილად გვაცვია. და ისე დავდივართ. მოკლედ ეს კონკრეტულად ეს ადგილი ძალიან ლამაზია, წყნარი ადგილია, მაღალ მთაზია და ამ წყალსაცავის გარშემო მანძილი დაახლოებით 700 მეტრია და სავარჯიშოდ საკმაოდ კაი ადგილია. აქ რო ამოხვიდე და ევარჯიშო სიწყნარეში, სისუფთავეში, სუფთა ჰაერზე, მანქანის ხმა არ გაწუხებს და მანქანის გამონაბოლქვი. ტყე არის გარშემო, ძალიან კარგი ადგილია. ავოდით ბაბუ ტიმოთეს უბნის. ცოტა გევიარ გემევიარო სიონში. ნახოთ აბა ერთი რა ხდება. ეხლა ვიმყოფებით ჩვენ წაღვერიდან არის ამოსახვევი ტიმოთეს უბანში, ასე ქვია, პატარა სოფელს და ამ სოფელში არის სიონის ეკლესია. გვინდა ეხლა შევიდეთ და დავთვალიეროთ, სანთელი დავანთოთ ამ ეკლესიაში. ეს არის ტიმოთეს უბნის სიონის ეკლესია, რომელიც აგებულია მე-12 საუკუნეში. წყნარი ადგილია, ლამაზად არის გაკეთებული ყველაფერი. ზევითაც არის პატარა ეკლესია. მე მგონი უფრო ეს პატარა ეკლესია არის მე-12 საუკუნეში აშენებული. ვიდრე ეს აგურით აშენებულია.
ფოქლო მიადევს. ეს არის სიონის ეკლესია, რომელიც საკმაოდ მრავლად არის საქართველოში სიონის ეკლესიები. ეს არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მდებარეობს ტიმოთეს სოფელში, წაღვერთან ახლოს.